იაგუარის პირველი სუპერკარი XJ220. პირველი კონცეპტი 1988 წლის ბრიტანეთის საერთაშორისო მოტორ შოუზე გამოჩნდა. ის აღჭურვილი იყო 12 ცილინდრიანი ძრავით და 4-ვე წამყვანი სისტემით. ასევე დაგეგმილი იყო უკანა საბურავების მოხვევის, ელექტროდაკიდების და მოძრავი სპოილერის სისტემების დაყენებაც. მაგრამ 1992 წელს, როდესაც ეს მოდელი ოფიციალურად გამოვიდა, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია მას არ ჰქონდა. ყველაფრის მიზეზი გახდა ფინანსური შეზღუდვები. იაგუარის ეს მოდელი სრულად ხელით მზადდებოდა, რაც მის ფასს ისედაც ზრდიდა, ხოლო დამატებითი რთული და კომპლექსური ფუნქციების ჩაშენება მანქანის ღირებულებას სრულიად არარეალურ დონემდე მიიყვანდა. ამიტომაც მიიღო პროექტმა უკანა წამყვანის არქიტექტურა და 6 ცილინდრიანი 3.5 ლიტრიანი twin turbo ძრავი, რომელიც 6 სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან იყო დაწყვილებული. ეს კომბინაცია კი მთლიანობაში 542 ცხენი ძალას აწარმოებდა, რის შემდეგაც მივიღეთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი. მაგრამ XJ220 ამ ტიტულს მხოლოდ 1 წელი ატარებდა, სანამ სცენაზე არ გამოჩნდა ლეგენდარული McLaren F1.